გამარჯობა. თუ თქვენს გემართებათ ასე, რომ იღებთ ფოტოებს, მაგრამ არ გამოდის ისეთი, როგორც თქვენ გსურთ, ამიტომ დღევანდელი გადაცემა იქნება თქვენთვის. მოგამარაგებ რჩევებით, როგორ უნდა გადაიღოთ კარგი ფოტოები საკუთარი ტელეფონით, ასე რომ ისწავლით ხრიკებს, განათების სწორად დაყენებას, ის რაც თქვენ უნდა გამოგადგეთ, რომ გადაიღოთ კარგი ფოტოები, ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში გასწავლით თუ როგორ დავაყენოთ სწორი განათება, თუნდაც, ან მზე როგორ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადავიღოთ უფრო კარგი ხარისხის ფოტოები. პირველი მოკლედ განათება არის. მეორე არის კომპოზიცია, რომელიც შეგვიძლია გავასწოროთ ჩვენ კამერაში გრიდის ჩართვით. გადავიდეთ ახლა მაშინ უფრო პრაქტიკულ ნაწილზე და ჩვენს მაყურებელს უკვე ვუჩვენოთ სწორი და არასწორი გადაღებული ფოტოები და არასწორი კომპოზიციით. ესე რომ გადავიღო, იქნება ჩავარდნილი ძალიან კადრი და პირიქით. ესე რომ გადავიღო, მოჭრილი. გვეყოლება მოდელი, რაზეც დემონსტრირებას გავაკეთებთ. ვთქვათ, რომელი არის სწორი ვერსია და რომელი არასწორი. მივატრიალებთ ცოტა. უკვე კარგად აიდეკლავს. და გვექნება ძალიან კარგი განათებული, კარგი ხარისხის ფოტო. ჩვენი გადაცემის სტუმარია ფოტოგრაფი თიკო ჭიღლაძე, მოგესალმები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ მიიღებ ჩემს გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ უნდა ვისაუბროთ ფოტოებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს ვისაც მობილური ტელეფონი გვაქვს თუნდაც, ძალიან გვინდა რომ კარგი ფოტოების გადაღება შეგვეძლოს, ხშირად არ გამოგვდის ხოლმე, ამიტომაც ის ელემენტარული საბაზისო ცოდნა გვინდა რომ მივიღოთ თქვენგან და ჩვენს მაყურებელს ამიტომ უნდა თქვენ გაუზიაროთ დღევანდელ გადაცემაში, რას ისწავლიან, რომ შემდეგ გამოვადგეთ უკვე პრაქტიკაში. კი ბატონო, გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. დღევანდელ გადაცემაში გასწავლით თუ როგორ დავაყენოთ სწორი განათება, თუნდაც, ან მზე როგორ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადავიღოთ უფრო კარგი ხარისხის ფოტოები. თუ განათება არ აქვს თქვათ ჩვენს მაყურებელს და შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ასეთი, მაშინ მზე როგორ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, კიდევ რაღაც დამხმარე ხრიკები გვაქვს და ასევე რაღაც დამხმარე საგნები, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ასევე გაჩვენებს ტელეფონი როგორ გავასწოროთ სწორად, თქვათ როგორ გავასწოროთ კომპოზიცია, რა ფუნქციები არის საჭირო, ხო, თუ გავაქტიუროთ. საჭირო მაგასაც გაჩვენებთ და შემდეგ გვეყოლება მოდელი, რაზეც დემონსტრირებას გავაკეთებთ. ვთქვათ, რომელი არის სწორი ვერსია და რომელი არასწორი, რომ თქვენ უფრო გაგიადვილდეთ გასწორება ტელეფონის. პირადად მეც ძალიან მინდა რომ მივიღო ეს რჩევები თქვენგან ძალიან საინტერესო და ასევე საინტერესო ისიც, რადგან მოდელს ჩავწერთ მასთან ერთად, ისიც საინტერესოა რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ფოტოს გადაღების დროს, რომელი ესე რომ თქვათ მხარი არის ჩვენი ესე რომ თქვათ პროფილის უკეთესი, როგორ უნდა ვიმუშაოთ კამერასთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა კარგად გამოვიყურებოდეთ, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ფოტოს გადაღების დროს. ეგრე არის ძალიან თითქმის ყველა ადამიანს ასიმეტრიული სახე აქვს, ერთნაირი პროფილი არც ერთს არ აქვს. ჩემ პრაქტიკაშიც ვისაც ვიღებ სულ ესეა ხოლმე და ზოგმა საერთოდ არ იცის ეს ამბავი და რომ ერთი მხარე უფრო კარგი აქვს, თქვათ, მე ვიცი რომელი არის ჩემი მხარე. მე არ ვიცი. შეიძლება ორივე მხარეს კარგი პროფილი გქონდეს. ან შენ უფრო მოგწონს, თორე სხვისი თვალი შეიძლება საერთოდ ვერ ამჩნევდეს. პოზირება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკმაოდ რთული არის. მე პირადად მირჩევნია კამერის უკან ვიდრე მე მიღებდნენ. და ხო, აი მთავარი მე რასაც ვფიქრობ, რომ სულ უნდა უთხრა, თქვა ჩვენ თუ ვიღაც ადამიანსაც იღებს, სხვასაც, რომ არის ძალიან ლამაზი ამ კადრში, ძალიან კარგად გამოიყურება, რომ გათავისუფლდეს და რაღაც კომპლექსები მოიხსნას, რომ უფრო თავისუფლად დაგიდგეს მოკლედ კადრის გადაღებისას. გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ ფოტოგრაფზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორც სწორი განათება და კარგი ფოტოს გადაღება, ასევე განწყობის შექმნა, რომ უფრო კარგი ფოტოები გამოვიდეს. აი ამაზეც რა გაგვიზიაროთ. ზოგადად მუშაობის პროცესში, როდესაც ფოტოს უღებთ სხვას, როგორც ვცდილობთ ხოლმე, აი თქვენ ახსენეთ, რომ ეუბნებით, რომ ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ კიდევ არის ალბათ რაღაცა ფსიქოლოგიური რჩევები ალბათ საჭირო, ხო, ამ მომენტში. პირველი ის, რომ აუცილებლად ვეუბნები, რომ ძალიან კარგად გამოიყურება, კარგად გამოზდის პოზირება, რასაც ვკარნახობ, ასე თუ ისე აკეთებენ, მაგრამ თუ ვერ აკეთებენ, არ ვეუბნები, რომ არ გამოგდის თქო.
ასევე ყოველთვის მაქვს დაკავშირებული ლეპტოპზე ჩემი კამერა და რასაც გადავიღებ, აუცილებლად ეგრევე ვაჩვენებ ხოლმე. რომ თვითონაც შეხედოს და დარწმუნდეს, რომ ან კარგია, ან არ არის კარგი და რომელი პოზა არის მისთვის კარგი. ეს ძალიან ეხმარებათ ხოლმე ჩემ მოდელებს. მოდელი პროფესიონალ მოდელზე არ მაქვს საუბარი ნებისმიერ ადამიანს და რა ვიცი, ეს ძალიან ამარტივებს რა პოზირებას. თუნდაც სულ არ იცოდე პოზირება. კი, ნამდვილად ასე. მოკლედ, ახლა კიდევ მინდა შეგვახსენო, მობილური ტელეფონის გამოყენების დროს, როდესაც ვიღებთ ფოტოებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოვმართოთ, რა ჩავრთოთ, რა გამორთოთ, ზოგადად როგორ დავიჭიროთ და ასევე სელფის გადაღების დროსაც. თუ გვინდა რომ უკანა კამერით გადავიღოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა ჩავრთოთ და ასევე სელფის კამერაში დარებოთ ნაკლებად ხარისხიან ფოტოებს იღებს, მაგრამ მაინც ძალიან კომფორტული არის და აი რა რჩევას მოგცემთ. მოდი, პირველ რიგში რაც შეეხება კარგი ხარისხის ფოტოს. ჩვენი კარგი ხარისხი განპირობებულია იმით, რომ უნდა იყოს კარგი განათება. თუ არ გვაქვს კარგი განათება, ან მზის, ან ნებისმიერი ხელოვნური წყაროსი, კარგი ხარისხის ფოტო არ გვექნება. ნუ შეგვიძლია ფლეში გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, თუ ძალიან სიბნელეა, თუმცა ფლეშიც რაღაც კონკრეტულ რაღაცა ხასიათს ქმნის და შეიძლება ის რაღაც არ გამოვიდეს, რაც ჩვენ გვინდოდა რა შედეგი. პირველი მოკლედ განათება არის. მეორე არის კომპოზიცია, რომელიც შეგვიძლია გავასწოროთ ჩვენ კამერაში გრიდის ჩართვით. გრიდი არის ესეთი დაყოფილი, ჩვენი კადრი არის დაყოფილი 9 ნაწილად და შეგვიძლია რომ გავასწოროთ, ვთქვათ, გავცენტროთ თუნდაც პორტრეტს, როდესაც ვიღებთ რა, გავცენტროთ ადამიანის შუა ნაწილში უნდა იყოს თავი, ხო? თუნდაც ესე შეგვიძლია გავცენტროთ. ან თუ ძალიან ახლო პორტრეტს ვიღებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თვალები იყოს ზედა ნაწილში, ცხვირი იყოს შუაში და ტუჩები იყოს ქვედაში. თუ ძალიან ახლო კადრს ვაკეთებთ. ასევე რა თქმა უნდა, შეგვიძლია ყველაზე კაი ხარისხი 1x-ით შეგვიძლია გადავიღოთ, თუმცა 2x-ითაც პორტრეტებს ხშირად ვიღებ მე პირადად. ასევე ჩემი აზრით ძალიან რაღაცნაირად დეფორმირებული ფოტოები გამოდის, თუ აი ძალიან ქვემოდან უღებთ ადამიანს და მე ყოველთვის აი კამერითაც როდესაც ვიღებ, სულ ვცდილობ, რომ აი დავიხარო და რაღაცა აი ამის დონეზე, აი ამ ადგილის დონეზე გავასწორო ხოლმე კამერა მეჭიროს ესე. ძალიან საინტერესოა. ესე თუ გადავიღებთ ზემოდან, შეგვიძლია ცოტა დავათხელოთ ადამიანი მაგალითად. თუ ცოტა ზემოდან ვიღებთ, უფრო თხელი გამოჩნდეს და ქვემოდან პირიქით რა უფრო რაღაცა ეს ადგილი ჩანს და უფრო რა ვიცი ვიზუალურად არ არის ესთეტიური ჩემი აზრით. ესე იგი, 0-5-იანის დროს სხვა რაკურსია საჭირო, 1x-ის დროს სხვა რაკურსი. ესეც რო გითხრათ, აი კონკრეტულად რომელი ესე ვთქვათ ფუნქციის დროს როგორი რაკურსი გჭირდება? კი ბატონო, 0-5-იანის დროს ზოგადად ყველაფერი იწელება. ხო, ანუ უფრო თევზის თვალი fish eye ქვია, უფრო რაღაცა მაკეტკენ მიდის და ძალიან დეფორმირებული არის. ამიტომ მე პირადად არ გირჩევდით, რომ 0-5-იანით ძალიან ახლოს გადაიღოთ, თუ კონკრეტული თქვენი მიზანი არ არის, რომ ადამიანი დეფორმირდეს, არ ვიცი ზოგს ესეთი ფოტოებიც მოწონს, რა თქმა უნდა. ან რაღაცა თუ რამე არტს ვიღებთ, მangაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგრამ თუ გვინდა რომ უბრალოდ რაღაც ვიზუალურად დავგრძელდეთ და ან თუნდაც გარემო გავადიდოთ, უფრო მეტი რაღაც გამოვაჩინოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია 0-5-იანი ჩავრთოთ და ადამიანი არ იყოს უბრალოდ ძალიან ახლოს კამერასთან. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და უბრალოდ ცოტა შორიდან გადავიღოთ. კარგი, და სელფის გადაღების დროს როგორ უნდა მოვიქცეთ? ან წინა კამერით როდესაც ვიღებთ და უკანა მხრიდან როდესაც ვიღებთ. დაახლოებით ეს დისტანცია როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად და რას მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ესე რა ვთქვათ სახის და თავის ესე რა ვთქვათ დასაწყისი და ბოლოს სად უნდა იყოს, სად ჩავსვათ? ხო, ნუ რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს თქვენი თავი ან ძალიან ავარდნილი ან ჩავარდნილი ქვემოთ კადრში. ცენტრში უნდა იყოს ალბათ და ნუ ამ შემთხვევაშიც ადამიანმა უნდა იცოდეს უკვე თავისი სწორი მხარე ან თუნდაც რა ვიცი, ან ფასი თუ მოწონს, ეგ გადაიღოს ხო რა, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ მაგალითად მე მარტო ერთი მხარე მომწონს ჩემი და სელფის გადაღებისას მარტო ერთ მხარეს გამოვაჩენ ხოლმე და ხო, აი მაგაზე უფრო არის რა, სელფი როგორი გამოგივა და რა თქმა უნდა ისევ და ისევ განათებაზე.
თქვენ რა თქმა უნდა პროფესიონალური ფოტოაპარატით მუშაობთ და ეს ჩემი სურვილია რომ მობილური ფოტოგრაფიით დავაინტერესოთ ჩვენი მაყურებელი და უფრო ბევრ ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი და დღეს უკვე ყველა შეგვიძლია ფოტოების გადაღება და ის დრო მორჩა, როდესაც ფოტოების გადასაღებად სტუდიაში დადიოდა ხალხი, დღეს ყველა შეგვიძლია ჩვენ თვითონ აღვბეჭდოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, ზოგადად თუ კი რამე მოგვეწონება. ამიტომაც გადავიდეთ ახლა მაშინ პრაქტიკულ ნაწილზე და ჩვენს მაყურებელს უკვე ვუჩვენოთ სწორი და არასწორი გადაღებული ფოტოები და არასწორი კომპოზიციით. როგორც განათების ესე რომ ვთქვათ, ეფექტი არის მნიშვნელოვანი ჩვენ სახეზე, თუ საიდან გვაქვს განათება, ასევე არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რაკურსი. მოკლედ ველოდებით თქვენგან რჩევს ასე რომ დაგველოდეთ. როდესაც ვიღებთ პორტრეტს და ესეც არის პორტრეტი, აუცილებლად პირველ რიგში ვაფოკუსებ სახეზე. ანუ ეს არის დაფოკუსება, ეს იმას ნიშნავს, რომ სახე იქნება ფოკუსში. შეგვიძლია ასევე აი ეს პატარა მზერო არის, ამით დავუწიოთ განათებას, ან პირიქით ავუწიოთ და ჩართული მაქვს ასევე გრიდი, სადაც სიმეტრიულად ვცდილობ რომ ჩავსვა ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაში ესე რო გადავიღო, იქნება ჩავარდნილი ძალიან კადრი და პირიქით ესე რო გადავიღო, მოჭრილი. ამიტომ სიმეტრიულად ვცდილობ, რომ ნახეთ აი ტელეფონი აქ არ მიჭირავს და არც აქ არ მიჭირავს, აი რაღაცნაირად საშუალო დონეზე მიჭირავს და ესე გადავიღებ. და ძალიან ლამაზი ხარ მართლა. მადლობა. შვენიერია. ხანდა დავაფოკუსებ. და აი არასწორიც ვაჩვენოთ. ეხლა ჩემ თავს უნდა გავუკეთო ცუდი ფოტო, მაგრამ მოდი ცუდი ფოტო ვაჩვენოთ. მოდი არასწორიც ვაჩვენოთ, თქვათ თუ ამ გრიდში შუაში მოვაქციეთ სახე და იქნება ავარდნილი, ან მოდი ქვემოდან ზემოდან ქვემოთ გადავიღოთ, ესეც არასწორია. ან პირიქით, როგორც თქვი, რა ვიცი, უფრო პატარავდება ადამიანი ჩემ თვალში, არ მომწონს და პირიქით ძალიან ქვემოდან რო გადავიღო, როგორ გამოვა. ეს არის მოკლედ ქვემოდან გადაღებული ხედი და რა თქმა უნდა, რაც გითხარი ზუსტად ეგ არის, ეს არის ზემოდან და რაღაცა ჩავარდნილი ხარ. ეს არის გრიდში, რომ შუაში ჩავსვა ჩვენი სახე და ავარდნილი კადრი არის და ეს არის უკვე სიმეტრიულად გადაღებული და როგორი სხვაობა ფოტო და ძალიან დიდი სხვაობა არის ჩემი აზრით, პროპორციული არის. მაგალითად თუ გვინდა რომ გადავიღოთ მთლიანი კადრი, ანუ ფეხებით, არასდროს არ გადავიღებთ ესე ახლოს 0.5-იანით. ეხა ჩანს კარგად, რომ რაღაცნაირად გაწელილი არის ტანი და 1x-ით შეგვიძლია გადავიღოთ. ოღონდ მე პირადად აუცილებლად ესე ჩავიკუზები და ისე გადავიღებ, დავაფოკუსებ და გადავიღებ და არა აი ესე. იმიტომ რომ ზემოდან გადაღებული ისევ პროპორციებს რაც არ უნდა გავიპრანჭო, მაინც არ გამოვა კარგი ფოტო, როდესაც რაკურსი არასწორია. არა, მე მგონი შეიძლება არ უნდა გაიპრანჭო, მაინც კარგი ფოტო გამოვა, მაგრამ ეხლა უკვე მოდელთან ერთად ვართ. გვაქვს უკვე გამზადებული კამერაც. ჩვენი მაყურებელი ხედავს კადრში და უფრო უკეთესი ფოტო რა გამოვიდეს, რა არის ამისთვის საჭირო, აგვიხსენით. კი ბატონო. მოკლედ ეხლა დავაყენეთ კამერა, ჩართული გვაქვს გრიდი, სიმეტრიულად ყავს ჩასმული ჩვენი მოდელი კადრში. და თქვათ ეხლა მე მაქვს გამოყენებული ხელოვნური წყარო განათების, თუმცა თქვათ ეს არის მზე, რომ აი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, თქვათ ეს მასტერ კლასი თუ რა ვიცი რა დავარქვათ. თქვათ თუნდაც მზის შემთხვევაში და ხელოვნური განათების შემთხვევაში შეგვიძლია თუ გვინდა რომ ამოვანათოთ ეს ჩრდილები, რაც ეხლა გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ რეკლი, რომელიც გამოიყურება ასე. და ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა გავასწოროთ ამ რეკლი ისე რომ ჩვენი ჩრდილები ამონათდეს. ცვლილებასაც. აი ნახეთ, როგორ შეიცვალა. ძალიან შეიცვალა, ამონათდა და შეგვიძლია ამ დროს გადავიღოთ. როგორ მუშაობს ეხლა ეს ამ რეკლი? ეს მხარე მოკლედ ირეკლავს მზეს ან ნებისმიერ განათებას და ზუსტად უნდა იყოს მიმართული განათების მხარეს ამ რეკლი, რომ აირეკლოს. თქვათ აი ესე შეიძლება ვერ ავირეკლოთ, მაგრამ როგორც კი სადაც განათება ურტყავს, იმ მხარეს გავასწორებთ, მივატრიალებთ ცოტა, უკვე კარგად აირეკლავს. და გვექნება ძალიან კარგი განათებული, კარგი ხარისხის ფოტო.
და მაკიაჟიც როგორი სხვანაირი გამოჩნდა. კი, უფრო ამონათებული და როდესაც მაკიაჟს ვიღებთ, განსაკუთრებით მაშინ ძალიან საჭიროა, რომ რაღაც ყველაფერი კარგად იყოს განათებული, რომ ხარისხი არ დავკარგოთ. ეს ერთი ვარიანტი. კიდევ ამ რეკლებს აქვს ოქროსფერი მხარე, მე მეხმარებით, რომელიც შეგვიძლია ფაინიერი. გამოვიყენოთ. და ეს ოქროსფერი რა, ვთქვათ, ეფექტს რა სხვაობა არის, რა სხვაობა გეტყვით. ერთი ის არის, რომ პირველი მხარე რაც გავაკეთეთ, უფრო ცივი განათებაა და მეორე ნახეთ უფრო თბილი და ოქროსფერ ფერებში გაიყვანს, რაც ჩემი აზრით მზის შემთხვევაში ძალიან ლამაზი გამოდის ბუნებაში კადრები ამ განათებით. რაღაცა უფრო სითბოს აძლევს და სხვათა შორის მარტო მოდელზე არა, თუ პროდუქტს ვიღებთ ნებისმიერს, პროდუქტსაც ძალიან კარგად მუშაობს ამ რეკლი. ასევე ჩვენს ამ რეკლს აქვს შიგნით ესეთი შუქის დამარბილებელი, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო ფანტავს და არბილებს შუქს და ეს იმ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვთქვათ, თუ არის 12 საათის მზე, როდესაც ყველაზე ინტენსიურია მზე და გვაქვს ზემოდან განათება, გვაძლევს ძალიან ცუდ ჩრდილებს და ვთქვათ ესეთი მომენტი დაგვემთხვა, რომ ზუსტად ამ დროს უნდა გადავიღოთ ფოტოები, შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი შუქის გამფანტავი, ასე ვთქვათ, სადაც ანათებს, მოკლედ მზე, შეგვიძლია ესე დავჩრდილოთ. რამდენად ჩანს? შეგვიძლია ესე დავჩრდილოთ და მაინც გვექნება განათებული, რა თქმა უნდა, სახე, უბრალოდ უფრო დაარბილებს შუქს და ისეთი მკვეთრი აღარ იქნება და შესაბამისად ადამიანიც უფრო მარტივად გამოიხედება კადრში და ასევე არ გვექნება უშნო ჩრდილები. და შუბლიც არ შეეკრება ზედმეტი შუქი. ნამდვილად, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ერთ-ერთი პრობლემაა. ვეღარ იხედება ხოლმე და თუ დაკვირვებულები ხართ, რაღაცა კინოს გადაღების ბექსტეიჯები თუ გაქვთ ნახე, ძალიან დიდ ესეც იმერს შლიან ხოლმე და მზეს ფანტავენ მზის შუქს, ასე ვთქვათ. და ასევე ფერებზეც ვუჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, თუ რა სხვაობაა. ესე იგი, ამ შემთხვევაში იასამნის ფერს ჩამოვწევ და შევხედოთ. ჩემი აზრით, ახლა ამ იასამნის ფერზე უფრო კიდე გამოიკვეთა თვალის ფერი, იმიტომ რომ თეთრში უფრო ჩაკარგული იყო. და ბევრად კარგი არის კიდე. კაი. ძალიან კაი. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ და მე მივდივარ ბევრი ფოტოთი და ნასიამოვნები დღევანდელი დღიდან.